დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 11 მაისი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახმეტის მუნიციპალიტეტში. გვინდა მივიდეთ რამოდენიმე სოფელში, რომელიც 2014 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღრიცხვა და სოფელში დაფიქსირებული იყო იმდროინდელი პერიოდისთვის 6 კაცი. იმის შემდეგ გავიდა მართალია 11 წელი და დღეს ახლა რუკაზე რო უყურებთ რამოდენიმე სახლი ჩანს მაგ სოფლებში. ერთი არის, სადაც ახლა ჩვენ მივდივართ, ახმეტიდან დაახლოებით 12 კილომეტრია და სოფელი ბუღანი ქვია. გვინდა მივიდეთ ახლა სოფელ ბუღანში, ვნახოთ ხალხი არის თუ არა საერთოდ დარჩენილი, როგორი გზები არის, ანუ სტანდარტულად გვაინტერესებს ყველაფერი, როგორი კომუნიკაციები არის თუ არა საერთოდ გაყვანილი. ფაქტია, რომ 2014 წლამდე ცხოვრობდა, სოფელი სოფლობდა და დღესდღეობით რა ხდება არ ვიცი და ამიტომ ერთად მივიდეთ სოფელ ბუღანში და ბუღანის მერი არის კიდევ ერთი სოფელი ქვემო ჩოპჩაურა თუ არა ვცდები და მაგ მეორე სოფელშიც გვინდა მივიდეთ. ასე რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ, კომენტარისთვის ყოველთვის ღია ვარ, მომწერეთ კომენტარშიც. აბადროებით, აგემშვიდობებით, ეხლა გაჩვენებთ როგორი გზა მიდის. ახმეტიდან გამოვედით, რამოდენიმე კილომეტრში იწყება სოფლისკენ მიმავალი გზა და მინდა გაჩვენოთ ეხლა ეს გზა როგორი მდგომარეობაში არის. სოფლამდე დარჩენილია დაახლოებით 5-6 კილომეტრი და იმედია ასეთი გზა არ იქნება სოფლამდე. ყოველ შემთხვევაში მივალთ, ეხლა გზასაც გადავიღებ და გზასაც გაჩვენებთ და სოფელში რაც ხდება დეტალურად ყველაფერს გაჩვენებთ. აბადროებით, აგემშვიდობებით. აქ მე გზას ვერსად ვერ ხედავ ბესარიონ. რაც მანქანის ნაკვალები კი არის, ხო იცი ეგ რაკეთ ხარეს და სოფელი განეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს და 6 კაცი ცხოვრობს და ის 6 კაცი ახლა ამ გზაზე რანაირად არის გაფიცებ ყველაფერს რა. არა, სადღაც იქ მარჯვენა მხარეს ჩანს, მაგრამ არ არის არაფერი. არაფერი არ ჩანს, ვიდეო არ გზა ჩანს. წაღებულია წყლისგან ყველაფერი. წინ ყოველ შემთხვევაში გზა არსად არაფერი არ ჩანს. არა ჩანს. აგერ იქ გადავალთ კი ბატონო და მე ქვებია, მე გზა აღარ ჩანს ასად. ბესო აბა. მოიცა ერთი ფეხით გავიაროთ, გავიგოთ სად რა ხდება წინ. ახლა გადმოუხვიეთ ჩვენ ახმეტიდან და მივდივართ სოფელ ბუღანში. ასეთი გზა არის. ეს ახლა ფაქტიურად მდინარის კალაპოტია და მდინარის კალაპოტზე არის გზა, ამას თუ გზა ქვია. ეტყობა რომ აქ მანქანა არის ნავალი. აი მანქანის კვალი აშკარად ჩანს. და ასეთი გზა მიდის. ჩვენც ახლა ნელ-ნელა გავუყვებით და იმედი მაქვს ისეთი დაბრკოლება არსად არ შეგხვდება, რომ ვერ გადავლახოთ და სოფლამდე მივალთ. გამარჯობა. როგორ ახართ? თქვენ აქ ცხოვრობთ? ჩვენ ახლა გვინდა მივიდეთ სოფელი ბუღანი. ხო, როგორ ავიდეთ გზა? რა ხდება? ასე პირდაპირ ავედით ჩვენ და იქ ვერ გავიარეთ რა. რა ხდება და დავდივართ ასე სოფლებს ვიღებთ, ჩვენ ჩემი YouTube გვერდი მაქვს და სოფელში ადამიანები როგორ ცხოვრობენ, აპირობებში ცხოვრობენ, ამას ყველაფერს ავსახავთ რა. ძალიან მაინტერესებს ეგ ამბავი და ეხა აქ გზა მიდის. ხო, ზევით უნდა ავიდეთ, ხო? აი აქედან შევხვდი და გზა მოდის სოფელი ის. ო, ეს დავიდე, მაგრამ იქეთ როგორი გზა არის? მანქანა თოლებრივ ავიდა. ავა, ხო, ბუღანამდე. ეხა ცხოვრობს ვინმე ბუღანში? არის, ხო, არის. დენი არის რამე? დენი რა, ის დაგვიყენეს, მეც იქიდან ავარ. იქ ცხოვრობთ? დენი დაგვიყენეს და კაფუჩი და განცხადება დავწერე. დენი დაგვიყენეს მზის ენერგია. აჰა. კაფუჩი და განცხადება დაწერილი მქონდა რავი, აღარავინ არ მოვიდა და მე ვიღაცა შექმნა ისინი დატეხა, ქარმა დატეხა და მე არავინ არაფერს არ აკეთებს? არ აკეთებს. ანუ განცხადება ადრე დაწერე და იმის მერე ყურადღებას არავინ არ გაქცევს. ადრეა. ისე სოფელში რითი ცხოვრობს ხალხი, რა საქმიანობს? ეს კონნეობა. ეს ძროხები თქვენია, ხო?
აბალახებთ? ესენი ჩემი არ არის, მაგრამ აბალახი. რაღაცა მონაკვეთი გამოვიარეთ მდინარის კალაპოტი და მერე ამოვედით. ოჰო, მაგარია. ასეთ გზაზე. ბიჭო, აქ რო ჩამოვარდეს ეს ქვები და ჩავარდებს მდინარის კალაპოტში. როზე გავიაროთ ეს მონაკვეთი. გამარჯობა. საიდან მოდიხარ, პატივცემულო? ბუღანიდან? ხო. ბუღანის მერე როა სოფელი. მენო ჩოპჩაური. ჩოპჩაური ორილს უნდა აღვეცი და ბუღანში აი 1 კილომეტრი ახვეც. აუ, 4 კილომეტრი მაინც. ალთ ამანქანით? უნდა ახვიდეთ რა. ვინმე ცხოვრობს მაგ სოფელში? ჩოპჩაურში ეხლა რა ვირჩება ხოლმე ხოსიაური გამ. ხო. იქნება მანდა. არ ვიცი ეხლა ხანაქარი ხოლმე რა, უფრო მეწილი კი იქ არის, მაგრამ ეხლა არ ვიცი რა. აი, ბუღანში არის ხოლმე რა. ბუღანში. ო ჩვენებიც ხარ ბუღანში არის. აი ხა გავიგვით აბა და ვნახავ. კარგი, მადლობა. აი მაგარი აღმართია აქ. ეს ხა წვიმიან ამინჩი აქ შეიძლება ვერც ამოხვიდეთ. მაგარი ექსტრემალური გზა არის მე. ექსტრემალური გზა არის ნამდვილად რა. სოფლის გზას ეს ნამდვილად არ აქვს. ხო, ეს სოფელი სხვათა შორის კაი მაღალზე ზღვის დონიდან, თუ არ ვწდები 1060 მეტრი უნდა იყოს. მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნის. ალახში აქ ასვლის ვარიანტი გამორიცხულია. რა ხდება, კაროჩი. გრამ დაასახლა ეს ხალხი. რამ დაასახლა? და საიდან ჩამობრინდნენ? ბამბო ადრე ცხენებით და ურმებით რო დადიოდნენ, ალბათ ინტერიერში დაასახლა. დადიოდნენ ითო. რა, აი ამ სიტუაციაა. ეს ახალი გაკეთებული გზაა. ეს როგორ არა ბულდოზერის განაჭრელი ეთხოვოდა კაცო. განაჭრელია რა, აბა ადრე ვინ გააკეთებდა? რა ვიცი, მე კაცო არიან და საერთოდ არიან არ ვიცი. ურემით თუ ამოხვალ და ემით. ბუღათი, მე ემითო ქვია ისა ბუღანი. შენი თქვის არის, მოსბესო, ეთქობა ბუღებით დადიოდნენ ხოლმე აქ. ხარურემით. რა მოტონას იმაზე ხიდა. კაი მაღალზე ავდივართ. ზევით და ზევით მივდივართ შენ უკვე 1:15 წუთია. ამოვედით მეგობრებო, ეხლა ჩვენ სოფელ ბუღანში, რომელიც არის ახმეტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში. აქამდე ამოსასვლელი გზა როგორია, დროდადრო გაჩვენებთ ხოლმე ვიდეოში. რამოდენიმე სახლი არის აქ, ეგერ ერთ სახლს მივადექი, პატარა ძაღლი არის, ძაღლი რა ხანყავთ, ესე იგი ადამიანიც უნდა ცხოვრობდეს, ხო აქ და მინდა ვინმე შემხვდეს და გამოველაპარაკო, აზრი გავიგო აქაური მაცხოვრებლის, როგორ ცხოვრობენ და რა პირობებში ცხოვრობენ. სოფელი ეკუთვნის მაღალმთიან რეგიონს, ეგერ ერთი ადამიანი გამოვიდა, ახლა მოდით მივიდეთ და გამოვისაუბრები. კაი გამარჯობა თქვენი. გამარჯვებათ. როგორ ბრძანდებით? ვიყავით კარგად ახალგაზრდა. არა, რატო თქვენც კარგად უნდა იყოთ? ხუცებს რაღა ამბავის კითხვა უნდა. მე ზურა მქვია პატივცემულო, ჩვენ დავდივართ ასე სოფლებში. მე ნოდარი მქვია. ძალიან კარგი. და ვიღებთ სოფლის მაცხოვრებლები, რა პირობებში ცხოვრობენ და როგორ. ეხლა აქამდე ამოსასვლელი გზა როგორიც არის კი ვნახეთ, მაგრამ აბა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ ახართ, რა საქმიანობთ, როგორ ცხოვრობთ? იყოს, არაფერს არ მიშლის ეს ძაღლი. 1-2 სიტყვით აბა გითხარით ამ სოფლის შესახებ, რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ? აქ დავიბადე, აქ დავბერდი. ვიყავი ახმეტაში წასული, უმუშაობდი ტრაქტორზე იქ. 93 წელში ამუელი აქა და იმის მერე აქა ვარ ისევე. თავიდანვე აქ დასახლდნენ ჩემ მამპაპანი. აქ დავიბადე და აქ დავბერდი.
ვეღარავ მოძრაობ ერთი 5-6 სული საქონელი ყავდა ეგ არის რა ჩემი ცოლი ძმა არის აქა და ისulis მეუღლეც ჩავარდნილი მყავს ვეღარა მოძრაობ წნევამ დაარტყა მეც ესე ვარ სახსრები მტკივა სასტიკად ვეღარა მოძრაობ ორი ჯოხი ძლივ დავდივარ ეგზის შემაზე კიდე აბა რო ეხლა რო ყველაფერი სიმართლე ვთქვა 18 წელია რაც ეს გზა კეთდება 10,000 არის დაშვებული სოფელზე 180,000 ხო გამოდის და აბა ეგ გზა იყო ეხლა რომ მოხელი არ იყო გზა აი ჩვენი მანქანა ძლივს ამოვედით ხო და აბა ეგ გზა არის არაფერს არ ამბობს მე აბა რა უნდა ვთქვა იყო აქ ჩვენი გამგებელი შახვეტილელი არის ლაშა უძილაური და იყო აქ და იმან მითხრა რომ აი ეგრე იყო გზა ადრევე იქ თოლში, სველში, წვიმაში ლუბოი დროს ამოდიოდა მანქანები. მერე ეს გზა გახსნეს და ის გზა კიდე აღარავის აღარ ესჭირდებოდა. ეხლა იყო ლაშა ამზაფხულა გამოსული და გითხრა რომ აი მაგ გზას გავაკეთებთო. ეხლა ეს გზა რომ მოხრეშონ. წყალი ღვარი და ისა სუდაბლა ჩაიტანს იმხრეს. ნამდვილად წვიმის დროს. და იქ კიდე ისეთი ადგილია რომ წყალი ვერაფერს ვერ უსავს. აბა რა ვიცი მოვლენ გააკეთებენ არ გააკეთებენ ეხლა რომ მაინც რო თქვა არ არის მთავრობასთან სამდური პენსია საკმარი გვაქვს თი სტატუსზე ვართ 540 გვაქვს ლარი ლაშა ყურადღებას გვაქცევს შახვეტილას ვეკუთვნით ყურადღებას გვაქცევს რაც შეიძლება ხო და სხვა დანარჩენი რა მოგახსენოთ ახალგაზრდები არავინ აღარ არის ხო ამ სოფელში არავინ ისე დენი როგორც მე ქვევით ერთი ადამიანი შეგხვდა და იმან გითხრა რომ ის არისო მზის ელემენტებია ხო დაყენებული და იმითი გაგვთ დენი ხო 6 წელია უკვე რომ მე 6 წელი არის რაცა გვაქვს მუშაობს ხო იყენებთ მაგათ კი წყალი არის რასაც წყალი გამოგვიყვანეს ხო კარებზე სულ ყველას კარებზე გვაქვს წყალი გამოგვიყვანა ლაშა ლაშას მეშვეობით რა გაკეთდა ეს ყველაფერი რა გვარია უძილაური ლაშა უძილაური ანუ მონდომებულია და 100 თუ ისე სოფლის მოსახლეობას გვერდში გიდგათ ძალიან კარგი მაგას რა ჯობია გარდა ჩემი ცოლი ძმა ცხოვრობს აგე იქ რო სახლი რო დაინახე და ერთი ცხოვრობს აგას თავში საქონელში დადეს დედა იქნება სახში და დედას კიდე ვერაფერს ვერ გააგონებ 90 წლისა და ყურებს აკლია ძალიან და ვერაფერს ვერ გააგონებ იმას და თვითონ ის ბიჭი თამაზი ჰქვიან საქონელში დადის და რა ვიცი აბა სად ეყოლება ახლა საქონელი რო ახვიდეთ კაი კაცი ხარ გენაცვალე ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს და ღმერთმა ქნას რომ 100 თუ ისე რაღაცები გამოსწორდეს ჩვენ სოფლებში იმიტომ რომ იმდენი სოფელია აი ესე მიტოვებული დარბის ყველა ქალაქში ხო და ეს ჩვენი мама პაპის დატოვებული სახლები კიდე ცარიელდება და არის ეგრე 33 კომბლი იყო იმ ჩემ სოფელში მე ვინც მახსოვს ჩემ დროს 33 კომბლი ეხლა აგე იქით არის ერთი სახლი კიდე ამ ზამთარ აღარ უცხოვრია იმას ფაქტიურად სამნიღა ვართ რა სოფელში აი აქ მოძრაობთ აი სოფელი ბუღანი ასეთი არაჩვეულებრივი ბუნებაა გარშემო დიდი მთები რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელი არის მუდმივად ცხოვრობენ ამ სოფელში და ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულები აი ძროხები ყავთ მინდა მივიდე ახლა ერთი ადამიანი ცხოვრობს აგზევით სოფლის ბოლოში აი ამ გზას რო გავუყვებით არის კიდე ერთი მოსახლე და მინდა მივიდე მაგ მოსახლესთანაც მოხუცები არიან დარჩენილები სამი ოჯახი რომლებიც მუდმივად აქ ცხოვრობენ აი ესეთი სოფლის სახლი არის ნამდვილი სოფლის სახლი მაგრამ მე მგონი არავინ არ არის და აქეთ არის
კიდევ ერთი სახლი. სავარაუდოდ სახლი იყო ეს ოდესღაც. ესო ნელ-ნელა იმალება დღეში. ალბათ რაღაც ადგილი ნახა. რო ცოტა ხანი გავჩერდეთ ეხა და დავისვენებთ. და მერე გეგმაში გვაქვს ავიდეთ კიდე ქვემო ჩოქჩაურაში. მაგრამ აქაურმა მკვიდრმა გითხრა რომ გზა არის ძალიან გაფუჭებული იყო იქ წვიმისგან ამინდებისგანო და ჩახრამულია რამოდენიმე ადგილი და შეიძლება ვერ ავიდეთ. ყოველ შემთხვევაში ვცდით ყველა სოფელს აქვს თავისი ადგილი, სადაც თავიანთი წინაპრები არიან დაკრძალულები და სოფელ ბუღანშიც ნახე მე ასეთი ადგილი სასაფლაო, სადაც ძალიან ძველი საფლავის ქვები ღარი დარჩენილი. საფლავები, რამოდენიმე საფლავი ვნახე, რომელიც აბსოლუტურად მიტოვებულია და ეტყობა, რომ დიდი ხანია აქ უკვე ადამიანი არ მოსულა ამ სასაფლაოებზე. და მინდა ერთ-ერთი ასეთი ძველი საფლავის ქვა გაჩვენოთ. ეს არის ერთ-ერთი სასაფლაო, შიგნით არის ნაძვის ხეები, ბუჩქები ამოსული. და აი ფიზიკურადაც ყოველთვის მე მაინტერესებს ხოლმე ასეთ მიტოვებულ სოფლებში ჩვენი წინაპრების დაკრძალვის ადგილები მოვინახულო, სადაც უშუალოდ კონკრეტულად ვიგებ ხოლმე რა გვარის ადამიანები ცხოვრობდნენ ამა თუ იმ სოფელში და აი აქაც ძალიან ბევრი საფლავის ქვები არის, ნახეთ ეგერ განისვენებს გვამია აგერ გიორგის ძე ნაკვეთაური გარდაიცვალა 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ასეთი ქვები აქ ბევრია. აი კიდევ ერთი, რომელზეც ვერ გავარჩიე რა წერია. აქ არის დარო იოსებ მუსაშვილის ასული, გარდაიცვალა 1917 წელს. წარმოიდგინეთ, ესე იგი 1917 წელს გარდაიცვალა, ანუ მე-19 საუკუნეშიც აქ ცხოვრობდნენ ამ სოფელში მოსახლეობა იყო, მაგრამ დღესდღეობით სულ რამოდენიმე ოჯახია დარჩენილი. ერთ-ერთი აი ნახეთ, აქ იყო ძველი სამლოცველო, ეკლესია იყო ალბათ და დღესდღეობით ახლა დარჩენილია მარტო ნანგრევები, ქვის ეგერ გროვა არის და ასეთი ფორმით ხალხი მოდის ხოლმე და ანთებს სანთელს და მოიგონიებენ თავიანთი წინაპრების სულებს. როგორ კარგად ჩანს კავკასიონის მთები. დათოვლილი კავკასიონის მთები. და სოფელში ზევით ოდნავ მთაზე ვნახეთ ჩვენ გადახურული ფაცხა სოფლელებმა გააკეთეს ადგილობრივებმა. მინდა გაჩვენოთ ახლა. ბესო, სადმე გააჩერე ახლა, მე ფაცხას გადავიღებ და გამოვალ. ხო, კარგი. ეს ყველა სოფელში დაახლოებით ხდება ასეთი გადახურული, კოხტად გაკეთებული, აშენებული ფაცხები, მაგიდა, სკამები. ქართველები ზოგადად კეიფის მოყვარული ხალხი ვართ და თავისი მაყალიც არის ცეცხლის დასანთები ადგილი და ჩემდა გასაკვირად ესე პატარა შესანახი სათავსო ნახეთ, რომელშიც არის აბსოლუტურად ყველანაირი ჭურჭელი.
ჭიქები, თეფშები, დოქი, დანა, ტყემალი, ხელების დასაბანი, მოსახარში, ხორცის, ყველაფერია. ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჭურჭლის გარეშე და ან სხვა არი დაკლას. ზევით ძველი სამლოცველო არის, რომელიც დაშლილია და აქ იყო პატარა სასაფლაო სოფლის. აი სოფელში რითია ხალხი დაკავებული, ძროხები ყავთ. უცხო ადამიანი ნახეს ამათმა და როგორ გაკვირვებული მიყურებს. ზევით არის კიდე სახლი ერთი, მინდა მივიდე ამ სახლთან. ძველი ფეჩი. ძალიან გაკვირვებულები მეყურებენ. ესეც მორიგი სახლი სოფლის. აქ ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა ვინმე. აბა მივიდეთ. ეს რა არის ტყემალი? ასეთ პირობებში ცხოვრობენ სოფელში. შეშით თბებიან. ძროხები ყავთ. და ეგერ მე მგონი აყენია მზის პანელები. დენისთვის, იმიტომ რომ ელექტროენერგია ამ სოფელში არ შემოდის. იქამდე ვერ მივალ, ძალიან ტალახი არის. კი, მზის პანელებია. დაუყენებიათ რამოდენიმე წლის წინ. ეს არის სოფელი, რომელშიც არანაირი კომფორტი არ არის, დაწყებული გზიდან, დამთავრებული კომუნიკაციებით, არაფერი არ არის აქ. ეს არის ერთ-ერთი მონაკვეთი გზის, რომელიც მიდის სოფელ დუღანში. აი ღრმა იყო, მაგრამ ამოვედით. ასეთი გზა არის სოფლამდე. ეხლა მაგარი წვიმა იყო და ეს ორმოები, ღრმა ორმოები, რაც იყო ამოივისო სულ წყლით. ესე იგი ჩვენ სოფელი დუღანი მოვინახულეთ, ვიყავით ასულები, რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს, 3 ოჯახი. ორი ოჯახი მუდმივად სოფელში ცხოვრობს და მანდ დუღანამდე არის გადასახვევი სოფელი ქვემო ჩოფჩაურა, მაგრამ ძალიან მაგარი წვიმა წამოვიდა
და ისეთი გზებია, რომ სოფლის მაცხოვრებელმა ადგილობრივმა გითხრა, რომ სოფელ ქვემო ჩოფჩაურამდე ფიზიკურად ვერ მივალთ ვერანაირად, იმიტომ რომ გზები არის ჩახრამული, წვიმისგან გაფუჭებულია და ასე რომ სოფელ ჩოფჩაურაში დღეს ვერ მივედით.